რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ჯანდაცვის მინისტრის მიწვევა არ მიიღეს. მედიკოსები ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრაზე არ მივიდნენ. სამინისტრო კი აზუსტებს, რომ მიუხედავად დღევანდელი უარისა შეთავაზება ძალაშია. მანამდე კი მეტპერსონალის ნაწილმა აქცია გამართა, მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს შენობის დემონტაჟის და რეორგანიზაციის ბრძანება. ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს კომპენსაციას თავაზობს, რაც მათთვის მოსყიდვის ტოლფასია. სურთ წარმოაჩინონ ისე თითქოს ახალი საავადმყოფოს აშენებას ვეწინააღმდეგებით. სინამდვილეში საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩვენი ოცნება იყო, ოღონდ ისე რომ ქვეყანაში რესპუბლიკური კლინიკა დარჩეს, ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები. თათა კარიაული ელაპარაკა ექიმებს, მისგან გავიგებთ ახლა უფრო მეტს, რას აპირებენ მომდევნო დღეებში და გაცნობილია, რომ მათ 5 თებერვლამდე აქვთ ვადა გადაწყვეტილების მისაღებად. რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს, თუმცა ისინი მინისტრ აზარაშვილს არ შეხვდნენ. ამის მთავარი რაზეც ისინი ამბობენ, რომ მინისტრს იქამდე არ შეხვდებიან, ვიდრე აზარაშვილი რეორგანიზაციის საკითხს არ მოაგვარებს და არ გააუქმებს. ექიმები საუბრობენ იმაზეც, რომ მათთვის არადამაჯერებელია და ბუნდოვანია ის შეთავაზებები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო თავაზობს. ექიმები ასევე ამბობენ იმასაც, რომ შენობა, რომელიც წლებია უკვე ფუნქციონირებს, საკმაოდ დიდ პრობლემებს შექმნის მოსახლეობისთვის და არ შეიძლება ამ შენობის გაუქმება. ასევე მოითხოვენ, რომ ის 5 დასკვნა უნდა გასაჯაროვდეს, რაზე დაყრდნობითაც ჯანდაცვის სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება, რომ შენობა უნდა დაინგრეს. Ეს 218 დადგენილება, რაც კლინიკის, ესეც ესე იგი დემონტაჟს და ჩვენი ექიმების უპრეცედენტო ექიმების მეტპერსონალის უპრეცედენტო გაყრას ემსახურება. როდესაც საქართველოს მთავრობა გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში დადგება საკითხი შეხვედრის შესახებ. ჩვენი შეკრების მიზეზი არის პროტესტი იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რაც რესპუბლიკური საავადმყოფოს თან დაკავშირებით განხორციელდა. ყველას მოგეხსენებათ რა განხორციელდა, რეალურად ეს არის არ არის ეს ბრძანებებიც თვითონ დაარიგდა, ეს არის რეორგანიზაცია, ეს არ არის რეორგანიზაცია, არის მასიური დათხოვნის მცდელობა და მეტი არაფერი. იბადება ეჭვი, რომ მათი მიზანი არის უბრალოდ ჩვენი იქიდან გაშვება, ჩვენგან შენობის დაცვა. ჯერ დემონტაჟის პროექტიც არ არსებობს. ტენდერის გამოცხადება სჭირდება საკმაოდ დიდი დრო და მის პროცედურების ჩატარებას, ეს სადღაც 1 თვე იწელება. პროექტის მომზადებას რა თქმა უნდა მინიმუმ 1 თვე დაჭირდება.